აი, მოდი წავიკითხავ, რას კრძალავენ მაგალითად მიტინგებთან დაკავშირებით, შემოდის სპონტანური შეკრებისა და მანიფესტაციის დროს გაფრთხილების ვალდებულება, განცხადების წარდგენი უნდა იქნას მერიაში დაუყოვნებლივ გონივრულ ვადაში, მათ შემდეგ რაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული ის მანიფესტაციის გამართვაზე და ასევე აკრძალული გახდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას ხიდების, გვირაბების, ესტაკადების ბლოკირება, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული იმგვარი სატრანსპორტო კვანძების ბლოკირება, რომლის შეფერხებაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საწარმოების ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, ასევე შეაფერხებს სატრანსპორტო ნაკადებს. სატრანსპორტო ნაკადების შეფერხება რა არის, იცი? ნებისმიერი გზის გადაკეტვა. ნებისმიერი გზის გადაკეტვა აფერხებს სატრანსპორტო ნაკადს, მაგის აზრიც ეგ არის. ანუ შემოაქვთ კანონი, რომლითაც აქციის ჩატარება თუ გინდა, ვალდებული ხარ მერია გააფრთხილო და მერიას აქვს უფლება ისეთ ადგილზე არ დაუშვას შენი აქციის ჩატარება, სადაც გზას გადაკეტა. ანუ სადაც უნდა ნებისმიერი გზა რო გადაიკეტება ეგეთი ადგილი. არ ვიცი, ამის შემდეგ მაგალითად შენ რო გაპროტესტება გინდოდეს პირობითად, არ ვიცი, სადღაც თურქებზე გაყიდეს ტერიტორია, ჰესს აშენებენ, მაგალითად რესურსი გაყიდეს, ჰესს აშენებენ და შენ გინდა ნებისმიერი გზა გადაკეტო. არა, ეგეთი პრობლემა არ იქნება შოთა საქმე. ან მეორე პრობლემას ვიტყვი. რატო? არაბებზე გაყიდეს, ქალაქებს აშენებენ, მიწები გაყიდეს. შენ გინდა გადაუშვებს, ეგეთ პრობლემებს ოცნება არ და. ხო და აი ნახერაში ეს საქმე მანიფესტაციის უფლება იზღუდება. უბრალოდ მანიფესტაცია, აქციის რაზეც იდგა ქართველი ხალხის საშუალება, რომ თავისი ინტერესები ავად თუ კარგად მეტნაკლებად გაეტანათ, მაგას შეზღუდვას უწესებენ ისე, რომ ხელისუფლების კეთილნებაზე იქნები დამოკიდებული მაგ კუთხით. და ჩვენ რა როგორ უნდა ვიყოთ, იცი? ხელისუფლება კეთილი თუ აღმოჩნდა, რაღაცეებს არ აგვიკრძალავს ხოლმე. ჩვენ პრაქტიკაში ორი კონკრეტული მაგალითია და მაგ ორი მაგალითს გავიმეორებ რა. ერთი იყო LGBT აღლუმების გაჩერება, როცა კეტავდით ქუჩებს იმ მოთხოვნით, რომ ხელისუფლებას აელაგმა ეგ უკანონო, არა ეთიკური, არა მორალური ღონისძიებები. მაგან შედეგი გამოიღო, გამოხდა ხანი და თვითონ ხელისუფლება ეხლა ლაპარაკობს, რომ თურმე ეგ იყო დასავლეთიდან თავსმოხვეული პროპაგანდა, რასაც თავის დროზე თვითონ პოლიციით იცავდა. ანუ გაირკვა, რომ მაშინ რომ გამოდიოდით და ქუჩებს კეტავდით, სწორს ვაკეთებდით. ეგეთივე მაგალითი, აი გიორგი მართლაც ის ირონიულად რო ახსენა, ნამახვან ჰესის თემაზე რო გავიხსენოთ, ხო? ხალხი გამოვიდა, მაშინ მთავრობა ამბობდა აუცილებლად უნდა აშენდეს, აუცილებლად უნდა, ხალხი გამოვიდა, აპროტესტა ეგ, მერე მთავრობა გამოვიდა და მაგ ხელშეკრულებასთან კითხვები არის, მაგ კომპანიასთან უნდა გავაუქმოთ ეგ კონტრაქტი და ცუდი კონტრაქტი იყო და აღმოჩნდა, რომ ხალხი რაც აპროტესტებდა და რომ გააჩერეს ეგ მშენებლობა. მთავრობა დაეთანხმა მანდაც, რომ თურმე ხალხი რომ მანდ ქუჩებს კეტავდა, მართალი იყო. ანუ გვაქვს მაგალითები, როცა სისულელე გააკეთა ოცნებამ, ხალხმა გადაკეტა ქუჩა და მერე გაირკვა, რომ მთავრობას დაეთანხმა, რომ სწორედ აპროტესტებდით, ხო და მაგის საშუალება აღარ იქნება ახლა. ხო, ეგ ერთი, რაც აკრძალვა შედის, შეზღუდვა შედის მიტინგების ჩატარებაზე, იმ შემთხვევაში ისეთი მიტინგების ჩატარებაზე, რომელიც ხელისუფლებას არ აწყობს, მან შეუძლია დაგიბლოკოს და ვინც ჩათulis რომ ამას არ დაემორჩილება, ორგანიზატორები დაჯარიმდებიან ძალიან მაღალი ჯარიმებით, ეს ერთი. ორგანიზატორი როგორ იყო, იცი, აი, თვითონ გადაწყვეტენ ვინ არის ორგანიზატორი, ეს არის იცოდეთ ხალხო და ეს არ გავრცელდება მარტო ლიბერალებს, კაცო. ამას გაგივრცელებენ ყველაზე თანდათან და მეორე ადმინისტრაციულ გუშინ წინ რაც ასევე ვილაპარაკეთ, მაგრამ ამ კონტექსტში მივხვდით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური პირის საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება. ანუ მთავრობის წევრის სიტყვიერი შეურაცხყოფა და სიტყვიერი შეურაცხყოფა არაკაცი, აუგად მოხსენიება, მონა,
რაღაცა ეს საქონელი ეს რას კადრულობს აი ეს რაღაც აუგად მოხსენიება ეს არის სიტყვერი შეურაცხყოფა და ბევრმა ამაზე აი ჩათლახია ვიღაცაზე ჩათლახია არა ვიგინდა რა არა კაცი ყველაფერი შეიძლება გატარდეს და შეურაცხყოფა მართლა გატარდეს კი მართლა შეურაცხყოფა და ამაზე ვიღაცებმა თქვენს რომ მართლაც ხალხო ეს ქუჩაში რატო უნდა მიადგენ მთავრობის წევრს და რატო უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა ეს ისედაც ვეთანხმები რომ უნდა აიკრძალოს ამ ნაწილშიც კითხვები მაქვს, იმიტომ რომ მაგალითად სააკაშვილის დროს უგულავას რომ იდგომოდა ვიღაცა და შეარაკაცო რეებს კადრულობს თქვენი მთავრობაო, ეთქვა მე ამაზე არ მიმაჩნია რომ ეს რაღაცა განსაკუთრებული სადამსჯელო ღონისძიებები დაშვებული უნდა იყოს ამაზე, მაგრამ ეგ არ იგულისხმება ხალხო მხოლოდ ჩაეკითხენ დინარაძეს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფაზეც იქნება თუ არა აკრძალვა და დინარაძემ პასუხა რომ კი და რა ჩაითვლება შეურაცხყოფა და რა არა მთავრობის წევრის ამას გადაწყვეტს სასამართლო. მოდი მოვუსმინოთ. შეურაცხყოფა ეს იქნება თუ არა ცეცხლი ოლიგარქიას და ნავთობის აგენტურასო იქნება თუ არა ეს ყევრაკრულა რაც ტელეპირული ყვითელი პრესა მეკითხება ამაზე მე კონკრეტული პასუხი ესე სერიოზული არ შეიძლება მქონდეს იმიტომ რომ ეს არის პროკურორის შესაძლებლობა წელებს შეურაცხყოფა რო დაწერს ის სოციალური ქსელით გავცელს მოქალაქე მან ტელეეფერით მაგალითად და არასდროთან უშუალო კომუნიკაციას მათ შორის შესაძლებელია გავცელდეს შეურაცხყოფის ხარისხი და აი ჩვეულებრივი ადამიანისთვის რომ აი ბოლომდე იყოს გასაგები აი ჩვენ ახლა რაში ვხედავთ ამ ყველაფერში პრობლემას. ხელისუფლება აი ამ კაცრ გადაწყვეტილებებს თან საკუთარ პოზიციას რისთვის იმყარებს. რა ლოგიკით და რა ლოზუნგით, რომ აი ამ მეთოდებით ჩვენ დავამარცხებთ ნაცებს. ხომ ასეა? როგორც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ლოზუნგი, რომ კრიმინალი უნდა დავამთავროთ და დავამარცხოთ და რაღაც არანორმალური ძალაუფლება რო აიღეს ხელში. აი დაახლოებით იგივე ლოზუნგია, რომ ეს კაცრი ზომები ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ დავამარცხოთ ნაცები. აი დაუშვათ ნაცები გაქრნენ. აი დაუშვათ გაქრა, მორჩა, დაიშალა ნაციონალური მოძრაობა, არანაირ გავლენას არ ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე. სულ ნაცკოცური ის ხო არ იქნება, კაცო, კინკლაობა დაუშვათ, ნორმალური ოპოზიცია გაუჩნდა ამ ქვეყანას, პატრიოტული, ეროვნული, რომელიც რაღაცა საკითხებით უპირისპირდება ხელისუფლებას. რა, ხელისუფლება არ დაუშვებს შეცდომებს? აქამდე მილიონი შეცდომა დაუშვა და მომავალში არ დაუშვებს და ჩვენ რაღაცა გაპროტესტება მოვანდომეთ. ამ კანონების მიხედვით, ეხლა რა კანონებსაც იღებენ ამ თვალსაზრისით. ჩვენ ხო სერიოზულად შეგვეზღუდება გაპროტესტების საშუალება. ხო ფაქტი, ანუ ელემენტარული სოციალურ ქსელში რო დაწერო რაღაც სამართლიანი პრეტენზია, ამ კანონით შენ შეიძლება პრობლემა კიდე რა არის? აი უსამართლო პრეტენზია რო დაწერო მაინც რა, აი ეს კანონი, ამ კანონის პრობლემა რა არის? ადამიანებს უნდა გქონდეთ მთავრობის მიმართ თავისი ბრაზის გამოხატვის უფლება და მთავრობას არა აქვს მანდ უფლება საკითხისზე დააყენება, რომ აი ეგ სამართლიანია თუ არა, შენ მთავრობა რო ხარ, აი ტვინი რო გავღბურღეს ამა თმენის ვალდებულება, აი ხალხი შენ მიმართ უკმაყოფილო რო არის და რო ილანძღება შენ მიმართ კეთილი უნდა ინებოდა, ეგ უნდა აიტანო მთავრობის ვალდებულება ეგ არის და ეხა თან ვიღაცები აი მას უყურებენ და რა კაია გინება აიკრძალება, აი ეგეთი დასკვნებს აკეთებს ვიღაცა მოქალაქე ხალხო, აი ნახეთ რა ხდება, მოდი აგიწერთ და მე აი ცოტა დაუფიქრთით რატო გაქვს ამაზე ენთუზიაზმი. დინარაძე გამოდის და გეუბნება რომ ხალხო აწი შენ ჩემზე დინარაძეზე შენ Facebook-ზე რო დაწერო რომ მაგალითად აი დინარაძე არის ვიგინდარა ან დინარაძე არის მოღალატე ან რაღაცა შევარცხვინე შენი ნამუსი ან რავი რაღაც აი ან მიაწყელა ვიღაცა ბებო შევიდა რაღაცა პენსიას დახედა გამწარდა შევიდა Facebook-ზე და დაწყეულა დინარაძე ხო დინარაძე გეუბნება რომ მაგაზეაც პოლიცია მოვა თქვენთან და მაგაზე რა გიხარიათ თან აი მაგაზე რა გიხარიათ კინოს კანონით ხო ეგ ვაფშე მაგარი ბოდიში შენ გეკრძალებამ დინარაძეს მაგარი არის იმას შეუძლია შეგაგინოს და რა გიხარი მაგარი კანონი არის
შენ არ შეგიძლია აგინო მთავრობას, მაგრამ მთავრობას შეუძლია გაგინოს შენ და ვიღაცა თუ მეტყვის რომ ეგ შენ რასაც ამბობ ჰიპოთეტური არისო, გაიხსენეთ რომ ჩვენ ეხლანდელი პრეზიდენტი ვინც ყავს, სანამ პარლამენტარი იყო, საკმაოდ ყოჩაღად აფარებდა ვიღაცას დედის სიმეებს თავზე. ანუ მაგისი პრაქტიკაც გვაქვს გაიგე და იმას კი არ ვამბობ ის მან ეგ ტიპი მაგ გინებისას მართალი იყო, მტყვანი იყო, მაგის გარჩევაში კი არ შევდივარ. ანუ ყავს მთავრობის წევრები რომელიც ვიღაცა ჩვეულებრივ მოქალაქეებს აგინებენ ხოლმე და ეხლა ამბობენ რომ ჩვენ თქვენი გინების უფლება ისევ გვაქვს, მაგრამ თქვენ ჩვენი გინების უფლება აღარ აქვს. შეიძლება ცოტა სხვა კუთხით შევ. ერთს ამ დეტალზე დავასრულებ, მე რა არ მესმის, იცი? თავრობა არის რაღაცა ჯგუფი ადამიანების, რომელსაც ამ ქვეყნის მთელი რესურსის და ძალოვანი სტრუქტურების განკარგვის უფლება მიეცით და თან განკარგავს როგორ იცი? დაიმხო თავზე. მანამდე მეორე მთავრობა იყო, იმან საერთოდ გადაიმხო. და ამან რავი ყველაფერი იყიდა, რა ვიცი, იქ რასაც უნდა იმას აკეთებს, ვისაც უნდა იმაზე ყიდის მიწებს და ღარიბია რა ხალხი და შია ხალხს კორუფციის ჩაახშო ქვეყანა უძრაობაა და ერთადერთი საშუალება მედია არა გაქვს, გარე აგენტებს აქვთ მარტო მედია ანამად. ბიუჯეტის ფულს ესენი იყენებენ, შენივე ფულით რო გასაქმებენ, შენივე ბიუჯეტით იმაზე გატერორებენ, რომ ეხლა მე ხმას თუ არ მომცემ, მაგაზეც გაგდებული იქნები და რაღაც კოშმარს ატარებენ და ერთადერთი საშუალება რა დაგრჩა, იცი, ამაზე ზემოქმედების, რაც დისკომფორტს უქმნის და შენი ინტერესები რომ გამოსძალო, რომ ინტერნეტში შეგიძლია დაწერო ეს არა კაცი რას კადრულობს. და ამას გართმევენ, გაიგე? და ვიღაცას უხარია. რა გიხარია, შეკაი ადამიანო და შენ თუ არ გინდა ვიღაცას მაგის წერა. რავი, სხვას ბევრს უჭირს ამ ქვეყანაში და შენ სხვასე რას აკრძალინებ? შენ თავს აუკრძალე თუ გინდა და ძალიან ის არიან, გაიგე? ძალიან ძდილობიან. ტიპები გადაიტყავე თუ გინდა ამათი ხებით ონლაინში, რავი. კი, მართლა გინება როგორ შეიძლება და ძალიან ძდილობიანები გახდნენ, გაიგე? მიშას გინება როგორ შეიძლება, ეხლა მიშა სააკაშვილი ყავს პრეზიდენტი, გაიგე? ის დრო როა და ხო, აბარა ეხლა მთავრობას რატო უნდა შეგ, რა ვიცი? ანუ შეიძლება მოდი ასე არსებობს ისეთი გარემოებები, როცა მთავრობას არათუ შეიძლება რომ შეაგინო, აუცილებელია რომ აგინო მთავრობას. ანუ მოდი აი ყველანი ხო თანხმდებით რომ მიშას მთავრობა თუ არის, ეს კანონი ცუდია. რა ვიცი ეს კანონი სადაც მე მგონი ყველგან მიშას მთავრობა კი არა, ყველან მთავრობის დროს ცუდია. აი ხოიცი ის ვიდეო რო აი ძველი მთავრობის დედაცო ეხლა ვარ რა იქნებაო. აუ ეგ არ უნდა შეგვეცო. ლოგიკურად მივდივარ მაკეთ. ანუ ეგ კაცი აკრძალეს სინამდვილეში. ყველანი ხო თანხმდებით რომ მიშას მთავრობა რო იყოს ეხლა და მიშას მთავრობა მაგიგძალოს Facebook-ზე მიშას მთავრობის კრიტიკა და გინება ცუდია. ეგეთი კანონი ცუდია. ხო და იგივე ლოგიკა მუშაობს ოცნების მთავრობაზე. ანუ ძალიან მარტივი, არ შეიძლება. ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში, მოდი ისეთი კანონი მივიღოთ, რომ ჩემი კრიტიკა და შეურაცხყოფა ინტერნეტში და საჯარო სივრცეში იგზალება ძალიან ცუდია. ეგ პირველ რიგში შენ შეგეხება რიგით მოქალაქეს. შენზე გადაწყდება ჯოხი. მე აი არგუმენტი გითხრეს. როდეში არგუმენტი გითხრეს. გინებით კი არ უნდა აგინო, მოსათხოვი უნდა მოთხოვო, ეგეთ დაგვიწერეს. ნუ მოთხოვე კაცო, მე გაგაჩერე, მოთხოვე კაცო, მაგრამ ვიღაცას არ აქვს საშუალება რომ მოსათხოვი მოთხოვს, ვიღაცა პატარა კაცია რა, ვიღაცა აი თავის რაღაცა 800 ლარიან სამსახურში ეს ზის და ერთადერთი ცხოვრებაში ის აქ რომ შეიძლება ხარდახად ორთქლი გამოუშვას, აი რო აღარ შეუძლია რაღაცა დაწერა ინტერნეტში და ეხლა პოლიცია უნდა დაადგეს მაგის გამო რა. აი როგორი ვიღაცა იცი ადამიანმა აშენა სახლი რაღაცა კაპიკზე ადებდა და შვილებს სახლი აუშენა და დაუნგრიეს, გაიგე? და არაბების ქალაქი უნდა აშენეს და ეს გამოყარეს, შვილებიც გარეთ გამოვიდა და ამან აი მოსათხოვი უნდა მოთხოვოს, არ უნდა დაწეროს ინტერნეტში. და რა ვერ სამართლოში უნდა უჩი. მოდი აი დონაცია, რას ფიქრობთ თავისუფლების მოყოლა, რას ფიქრობთ ზია ამაღლობელიძე, მის დამჭერ დგებულაძეზე.
პოლიციელზე ხელის დარტყმა აკრძალული უნდა იყოს და ეგ მაგას ვერ გაატარებს ზოგადად პოლიცია არ უნდა გაატაროს რომ პოლიციას ვიღაცა დაარტყა და რა კითხვა იყო აი ქალმა ხელი გაარტყა პოლიციელს და მაგაზე დაიჭირეს აცმა ქალმა სპილომ რაც არ უნდა რაღაცა ლომმა თუ ხელი რო დაარტყა პოლიციას ეგ არის ცალსახად უნდა იყოს დასჯადი ქმედება და მაგაზე თუ ვინმე რაღაცა კომპრომისების და დაწესებას მოიწონს ჩათვალეთ რომ უბრალოდ როგორ დასჯილს აქვს მნიშვნელობა რა თქმა უნდა არსებობს დასჯის ფორმა ადეკვატური და არსებობს რაღაც ელექტროსკამზე თუ დასჯილს აქვს მნიშვნელობა მაგრამ არანორმალური ყველა შემთხვევაში ეგ პატიმრობით უნდა ისჯებოდეს ის რომ პოლიციას დაარტყეს იმიტომ რომ ყველა იგივეს გაიმეორებს ხო წერია კანონში რომ სამართალ დამცველის მიმართ ფიზიკური ზემოქმედება ისჯება და გაწერილია ეს ნორმატიული აქტებით და რაც წერია ეგ უნდა განახორციელოს სახელმწიფომ და მე საერთოდ არ მესმის ამ ლიბერალების რაღაც არაადეკვატური აი ეს რაღაც კამპანია რომელიც წამოწყებული აქვს აი ამ ქალის მიმართ. ეგონება პოლიტპატიმარია, რა შუაშია. მაგ ქალმა კონკრეტული დანაშაული ჩაიგდო. ეგ როგორი რაღაცა იცი, მან პრინციპის დონეზე უნდა განსაზღვრო, ეგ რო რაღაცა ციფროებრივად უნდა იაზრონო ეხა რაღაცა სიტუაციებში რა. რაღაცა მასეც საკითხზე რო და საკითხ დააყენო ეს რომ მოდი აი კომპრომისულად ერთი შემთხვევას მეორე შემთხვევას ისე მიუდგეთ. ეგ შეიძლება აიღონ ჩვეულებრივ შეიარაღებაში. მოდი მასე გამოვხატოთ ხოლმე თუ ერთისთვის მოსულა, მოდი ყველამ რაღაც სახეში უტყაპონოთ პოლიციას და მაშინ არავინ არ დაიჭირონ და მაგის დაშვება არ შეიძლება. ძალის გამოყენების უფლება აქვს სახელმწიფოს და სახელმწიფოს მიმართ არ აქვს. სულ რო ხელისუფლება იყოს უსამართლო, სამართალ დამცველი უწყების მიმართ ეგეთი პრეცედენტის დაშვება სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით არის დამღუპველი. ან თუ აკეთებ ზად უნდა იყოს რომ ციხეში წახვავა რა ვიცი. მათ შორის ზად უნდა იყოს ციხეში წახვიდა, ხა თუ ისეთი უსამართლო ხელისუფლებაა რომ შენ თვლი რომ მის მიმართ ძალის გამოყენებები მოსულა, მაშინ ნუ უნდა აჯანყდე და კი არის ეგეთი ხელისუფლებები და კიდე არის დონაცია, ესე იგი ლობჟანა წერს თქვენ რომ პარლამენტში შეხვიდეთ მომდევნო არჩევნებს უნდა ველოდოთ 2028 წლამდე ვერ გიხილავთ ოპოზიციაში. ოპოზიციაში ჩვენ ეხლაც ვართ, უბრალოდ ჩვენ ვართ არასაპარლამენტო ოპოზიცია. და ვართ არანაცური ოპოზიცია. უბრალოდ პარლამენტში არა ვართ, იმიტომ რომ თქვენ ეგრე გადაწყვიტეთ პატივცემულო მოქალაქეებო და როცა შემდეგი არჩევნები იქნება, მერე თუ სხვანაირად გადაწყვიტოთ, მერე გვიხილავთ პარლამენტში. და მეორეც არის დავითი წერს, რომ ამბობენ რომ მხოლოდ ლაპარაკობთ. LGBT-ს გაჩერება კონსერვატიულ რელსებზე ხალხის გადმოყანა განა თქვენი მოღვაწეობის შედეგი არ არისო და ნახეთ პირველი კითხვა აი მაგ ხალხთან ვინც წერს ხოლმე რომ თქვენ მარტო ლაპარაკობთ რამე საქმე გააკეთეთ. მაგ ხალხთან რამ მაქვს ხოლმე იცი საკითხავრო. ანუ მე არ მახსოვს და რამე სამინისტრო მებარა ან ხელისუფლებაში ვიყავი ან ბიუჯეტს გამკარგავდი რომ რაღაცა გააკეთეთ ხო მე საერთოდ ეგრე რომ დავაყენო საკითხი რომ აი მე მარტო ვლაპარაკობ და რაც არ მომწონს ვაკრიტიკებ მე მაგის სრული უფლება მაქვს იმიტომ რომ არ მქონია ჯერ ბერკეტი რომ რამე ან გამეკეთებინა ან გამეფუჭებინა ეგ ერთი მაგრამ მაგის მიუხედავად გავაკეთეთ ხალხო იმდენი გავაკეთეთ ბარე ორ პოლიტიკურ ძალას საქართველოში რო არ გაუკეთებია ეგეთი გავაკეთეთ იმის მიუხედავად რომ არც რესურსები გქონდა ყველა ჩვენ წინააღმდეგ იყო და გაფუჭების მეტი არავის არ გაუკეთებია გარშემო მათ შორის ძალიან ბევრ ჩვენ ვითომ კონსერვატიულ ფლანგზეც კი და რავი დავდეთ შედეგი და კიდე მაგას რო გწერ ესე იგი უბრალოდ დაუნახავი ხარ ან უბრალოდ ჩვეულებრივად მეორე მხარის პროვოკატორი. და მაგ ადამიანმა მოგცა მაგის ლეგიტიმაცია, რომ ჩვენ რაღაცა გაგვეკეთებინა. არა, თვითონ ეს ადამიანი ამბობს, რომ ჩვენ გავაკეთეთ და კაია და რო ამბობენო, რომ ეგ არაფერი გაგიკეთებიათ, ვაგერ თვითონვე ჩამოთვალა მაგალითები, მაგრამ ვინც ეგრე აყენებს საკითხს, რომ აი თქვენ რამე გააკეთეთ. არა, მე ვამბობ, ვინც აი არწმუნებული ვარ, ვინც გვეუბნება თქვენ რა გააკეთებიათ, რომ ლაპარაკობ. არც იმ ადამიანს არ მოუწია ჩვენთვის ეგ ლეგიტიმაცია და საერთოდ რა პრეტენზიებით ხარ? ანუ მე რო რამე გავაკეთო, შენ უნდა ხარდაჭერა გამომიცხადო. მე ის სუპერმენი კი არა ვარ, კაცო, იმის ჯადოსნური ჯოხით აქ ფოკუსებს კი არ ვატარებ. პოლიტიკაა და პოლიტიკა მუშაობს
შემდეგი მომცემ ლეგიტიმაციას დავდებ შედეგს, გავაკეთებ. არ მომცემ ლეგიტიმაციას, ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ანუ საერთოდ პოლიტიკური ჯგუფის საქმის კეთება სანამ ის ხელისუფლებაში არ არის ლაპარაკი. სწორი შეხედულებების ლაპარაკი, ამ შეხედულებების დამკვიდრება, პოლიტიკური კულტურის იმ მიმართულებით შეცვლა, რომელიც მიაჩნია, რომ საჭიროა ფორმირება ისეთი პოლიტიკური ძალის და მედია საშუალებების, რომელიც ამის გავრცელების ეფექტურ მექანიზმს ხდის. ეგ არის, აბა ტრამპმა რა გააკეთა სანამ და მაგას ვაკეთებ. სახლი ავაშენოთ თუ აი რა გავაკეთებ რაღაცა კედელი ავაგოთ იმის მტრების მე ვიცი რა უნდა გავაკეთო. სინამდვილეში ჩვენგან რა სიტყვა მე მგონი ვიცი. გამოქვაბულში უნდა შევიდეთ. იქ უნდა გქონდეს რაღაცა ასეთი შავი ნიღბიანი რაღაც ასეთი კოსტუმი და ღამე ვიღაცა ღამე უნდა გამოვარდეთ ხოლმე და ვებრძოლოთ რაცებს უსამართლო გეტყვი ღამე ვისაც დახმარება ჭირდება ის ხალხმა პროჟექტორი აანთეთ ხოლმე თუ გაგიჭირდება და ჩვენ გამოვხტებით თუ რა უნდა გეტყვი მაგარი გეგმა რა გიდა აი სულ თავიდან სანამ პოლიტიკური პირდაპირ აი ღიად პოლიტიკური ჯგუფს დავაფუძნებთ ხო? აი რაღაცა სოციალურ ქსელებში ხო შევქმენ ჩვენი პოლიტიკური ანუ შეიძლება გიდა რომ ცოტა ეგეც აგაკ დაკეთები. არა ნახე აი ჩვენი რაღაც საინფორმაციო ანტილიბერალური კლუბი და ასე შემდეგ ხო გქონდა და იმ კლუბში სულ თავიდან რომ ფიქრობთ მონდი პოლიტიკური ჯგუფი გავაკეთოთ დავწერეთ რომ ხალხო ვინც ამაზე ხართ შევხვდეთ ერთხელაც და რაღაც გეგმების შესახებ მოგიყვებით და მოდიოდა ხალხი ხვდებოდით კაი და ჩვენ საზრებს უზიარებთ ნუ ცალკე მოდიოდნენ ეს ადამიანები და რაღაც ესაუბრებოდით რა გეგმები ქონდა და ერთ-ერთი მოვიდა ერთ-ერთი ადამიანი და მოგვისვე ჩვენ ვთქვართ ეს საინფორმაციო ანტილიბერალური საშუალება გასაკეთებელი პოლიტიკური ჯგუფი და რაღაცა და იმან გვისმინა კი კაია აზრიაო და მეც მაგ ჩემი აზრია და იმას კონდა დაახლოებით მაგ აზრია და გამე რაღაც ხაბი უნდა ჩაეცვა ბეტმენობა მარტო არსებობს ეგეთი ვიღაცა რომ აი ბეტმენობას აპირებს და ნუ ეხლა თავაზიანად ვთქარით რომ დავფიქრდებით მოდი შენ მაგას მიაწექი და ჩვენ Facebook გვერდებს გავაშუქებთ მაგ მოვლენებს მაგრამ აკლა ფათაშორის ისიც უნდა ვახსენოთ რომ ქართულმა ოცნებამ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა პარლამენტში აი ამ მანდატების გაუქმებაზე, პარლამენტის მანდატების გაუქმებაზე, ну, სხვა გზა აღარ იყო, დააკმაყოფილა ეგ თვითონ შეიტანეს. თვითონ ოპოზიციის შეტანილი განცხადებები სხვა უფლება არ ქონდათ, რომ არ დაეკმაყოფილებინათ. მაქსიმალურად გაიწელა ეს დაკმაყოფილების პროცესი, მაქსიმალურად ეცადა ქართული ოცნება რომ ოპოზიცია შესულიყო პარლამენტში, მაგრამ თლად ბოლომდე არ არის ახლა იმედი დაკარგული ირაკლი ერთი ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტი დარჩა კი ვინ არის ეგ პოლიტიკური სუბიექტი ისიც მნიშვნელოვანია რომ მაყურებელმა იცოდეს რომ აი გახარიას გარდა სხვა საპარლამენტო ოპოზიციური ძალები ყველა განცხადება გააკეთა რომ უნდა არ შევიდნენ პარლამენტში და ვეღარ შევლენ ნაცი უკვე დაკმაყოფილდა ეგ მოთხოვნა და ეხლა საბოლოო ჯამში ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ კრიზისი რომელშიც ვართ ეს ძალიან დიდი ხანი გაგრძელდება იმიტომ რომ ფაქტია პარლამენტში მარტოა ხელი არა მოიცადეთ თქვენ ისევ ჩასაფრებულები ხართ პარლამენტში ახლა მთელი ორი პოლიტიკური ოპოზიცია თქვენ არ იცი? ოპოზიციას გაჩნდა. ორი პოლიტიკური ოპოზიცია უკვე ახლა ნახე. პირველი ქართულ ოცნებას 3 დეპუტატი გამოეყო და თქვენს რომ აწი ჩვენ ვიქნებით ოპოზიციაო, ანუ ერთი ოპოზიცია პირდაპირ დანიშნა ბიძინამ, რომ აწი აი ესენი იქნებიან ოპოზიციაო და მეორე ოპოზიციაც არის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არის მეორე ოპოზიცია. ეგეც მართალია, ხო? ანუ ოპოზიცია ორი ოპოზიცია შეიძლება თუ შეიძლება ოპოზიცია დაერქვას, ეგეთი ოპოზიცია კი ბატონო, მაგრამ რეალურად ფაქტია, რომ ოპოზიციური ძალები ვეღარ შევლენ, ერთი გახარია დარჩა ისეთ მდგომარეობაში, რომ თან არც განცხადებას არ აკეთებს და არც შედის.
მე მგონია რომ გახარიას პოზიცია ეგრე დარჩება, გახარია განცხადებას კი არ გააკეთებს, უბრალოდ არ შევა. ანუ ხო, ანუ ხელფასაიღებს სტატუსი იქნება ყველაფერი ექნება და არ ივლისო. და ეგ მოცემულობა მნიშვნელოვანია. და მე მგონი განსაზღვრავს იმას, აი ოცნების აი ამ განცხადებებსაც საერთოდ რატო აკეთებს ოცნება. ანუ ოცნება გადადის დაძაბულობის შემდეგ ეტაპზე, იმიტომ რომ უკან დაბრუნების გზა უფრო მოიჭრა, ვიდრე მანამდე იყო, ოპოზიციამ მოჭრა გარკვეული თვალსაზრისით, არ შესულით და დასავლეთთან რაღაცა ეს ვაჭრობის და დალაგების პროცესი არ გამოვიდა, ფაქტია, დასავლეთს არა მარტო არ გამოვიდა, თავი არ აქვს დასავლეთს. მოდი ეგეც ავარ. არა, მოდი რა ვთქვათ, იცით? დასავლეთს არაფერს თავი არ აქვს იმ გაგებით რა ინტერესიც აქვს. ხო, ნუ ჩვენ საქართველოს არ უღირს. ხო, თორე ეხლა ქართულ ოცნებას რომ მოინდომოს დასავლეთმა კი, მართალია. უცბად დავაკორექტირებ ჩემს ნათქვამს. მაგრამ რა დონეზე საინტერესებს იმ დონეზე? აი მაგალითად და იმ საკითხს დაუბრუნდებით, აი ბევრი მაგალითად ხა ვინც გვიყურებს, აი ოპოზიცია ვართ ხელისუფლების წინააღმდეგ. თელ რიგ საკითხებში ვაკრიტიკებთ და ვიღაცას ეგეთი პრეტენზია აქვს კომენტარებში წერენ, რომ მაშინ თქვენს გამოდით და გააპროტესტეთ, აგერ ხალხია გასული. ანუ ევროპის გამო გამოვიდეთ? უყურეთ ხალხო, რაშია საქმე. ხელისუფლება თქვენ მაგიტომ გიხერხებთ ამ ყველაფერს და ავტომატურად მე მთელ საზოგადოებას, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა და მთავარი ოპოზიციური ლოზუნგი არის პროდასავლური. ანუ თქვენ დასავლეთის და ევროკავშირის დროშებით ცდილობთ დაამარცხოთ ქართული ოცნება. პირველი მე საერთოდ არ მიმაჩნია რომ ევროკავშირის დროშის ქვეშ რამე უნდა გავაკეთო, აი საერთოდ არ ვეთანხმები ევროკავშირს არაფერში და ვერასოდეს ვერ შევალთ მან ეგ ერთი ეგ ჩემი იდეოლოგიური და პოლიტიკური დამოკიდებულება ზოგადად აი ამ პროდასავლური აჯენდას მიმართ და მეორე სუფთა პრაქტიკული თვალსაზრისით, აი ტაქტიკური თვალსაზრისით პროდასავლური ნარატივით თქვენ ვერ დაამარცხებთ ქართულ ოცნებას. იმიტომ რომ ქართული ოცნება, რომელიც კონსერვატიულ ნარატივზეა გადმოსული და კონსერვატიული მანტიით არის შემოსილი, თქვენთან მართალია. აი სწორად რომ გავაგებინო ჩვენს მაყურებელს, თუ აქეთ მხარეს არის, მოდი ევროპის გამო ვიომოთ და აქეთ არის რაღაც არ ვიომოთ ევროპის გამო გაუმარჯოს საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, ეს პოზიცია უფრო სამართლიანია და ლოგიკურია, სულ რომ ამას ეს სუბიექტი რაღაცა ბოროტი შიდა მერკანტილური რაღაცა გაგებით და მე კიდე უარეს ვეტყვი რა, აი ვიღაცები ხო მათ შორის აი ლიბერალური ფლანგიდანაც შემოდიან და ვა თქვენ რა ოცნების კრიტიკა დავიწყეთ, ბიჭო, აი სინამდვილეში ჯერ ერთი აზრზე არ ახართ, რაც არსებობს ალტინფო ოცნების კრიტიკის მეტი არაფერი არ გვიკეთებია, უბრალოდ თქვენ მაგას ეგრე არ აღიქვავდით, იმიტომ რომ ჩვენ ოცნებას სხვა რაღაცეებზე ვაკრიტიკებდით, ვიდრე თქვენ, ეგ ერთი. ეხლა რაზეც ვაკრიტიკებთ? კი, სულ მაგას ვაპარაკობ, სულ ამას ვამბობ. ორჯერ პარტია გვიუქმა ხალხო ის. მეორე. თუ გაინტერესებთ ეხლა ოცნება ავტორიტარიზმისკენ, რატო ახერხებს გადასვლას? რატო იღებს ისეთ კანონებს, მიშასაც რო არ მიუღია და რაღაცა თავრობას არ შეაგინო, თორე პოლიცია კარს შემოგიმტროს სახში და ხელბორკილებს დაგადეს და პანჩურებით ციხეში ჩაგაგდებს, აი ეგეთ კანონებს რო იღებს ხა ოცნება და ეგ რო გაზდის, ვინმეს აი პროდასალურ ფლანგზე თუ გაინტერესებთ ეგ რატო ხერხდება, უნდა მიხვიდეთ აი ეს სარკეში და ჩაიხედოთ და მიხვდებით ვისი ბრალია. თქვენი ბრალია, იმიტომ რომ თუ ამ ოცნებას უპირისპირდება ლოზუნგი, რომ მოდი საქართველოს უკრაინის ბედი გაიზიაროს, ვაშაურა მრავალჟამიერ ნატო ევროკავშირში შევდივარ ძახილით, რა თქმა უნდა ხალხი ხალხს დაუჭერს ოცნებას ხარს. და რავი ახლა თქვენი გამოისობით ხერხდება ეგ ავტორიტარიზმი ამ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ რავი
თქვენ გუგონი ხარ თავარი დამნაშავეები მაგამ ბავშვი. საქართველოს რაღაც ისტორიული მაგალითები რო ავიღოთ, იმდენად იცოლება ახლა გეოპოლიტიკური ვითარება სამყაროში და მათ შორის აი პროდასავლელობის თვალსაზრისით, აი დასავლეთის იმედად დარჩენილთათვის არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი. და გადავალთ მაგაზე მოგვიანებით, აი ტრამპმა დღეს რა განაცხადა იმ ჭრილში, რომ აი როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, იყო ასეთი პიროვნება ჯაბა ჯაბა ჩვენი კარგად იყოს და ჯაბა იოსელიანი. ხო და ჯაბა არ გვიწყინო, არაფერი პარალელს არ ვავლებ. ჯაბა იშვიათი სახელია და ჯაბა შემოგვიერთდება მალე ისე. რომელმაც რა გააკეთა, ანუ ლეგიტიმური მთავრობა ჩამოიღო. მისი მეთაურობით დაიწვა ნახევარი თბილისი და ლოზუნგი რა იყო, იცი? დემოკრატიისთვის კეთდებოდა ეს ყველაფერი. ანუ ჯაბა იოსელიანმა ლეგიტიმური მთავრობა და დაგვიტოვა ეპოქალური ფრაზა თქვენ დემოკრატია ლობიოს ჭამა ხო არ გონიათ, ვინც გამოხალ დაგყრეთო. ანუ ფერე მოაყოლა. ხო და უყურე როგორი რაღაცაა. რაღაც იგივეს ხო არ უყურე როგორი რაღაცა დეჟავიუ. როდესაც კომუნისტური ეპოქა იშლება და დემოკრატიონობა მოდის, ჯაბა იოსელიანიც კი ახერხებს, როდესაც ეპოქა მომწიფებულია, ჯაბა იოსელიანიც კი თუ რაღაცა ნავში ჩაჯდება, მოახერხებს იმ ეპოქის გამოხელებას. დემოკრატიობანად ხო და უყურეთ რაშია სამყარო შეიცვალა, ლიბერალიზმი ინგრევა. ეხლა აი როგორც ჯაბა ხო თავისი წარმოდგენით ხო კომუნიზმს ებრძოდა, აი წინა წყობას ებრძოდა, იმიტომ რომ ის ლეგიტიმური მთავრობა იყო იმის გაგრძელება, იმიტომ დემოკრატიულად არ იქცეოდა. აი ჯაბას წარმოდგენით, ჯაბას ლოზუნგით ზვიად გამსახურდია მთავრობა კომუნისტურ მეთოდებს ასე თქვათ იყენებდა და ამიტომ მის წინააღმდეგ ეს პუჩი ლეგიტიმური იყო. ანუ მართლაც, როდესაც იცოლება რაღაცა გეოპოლიტიკური მოვლენა და ეპოქა, შენ თუ სწორ ნავში ხარ, შენ მათ შორის პუჩი შეიძლება გამოგივიდეს. ხო და უყურე ამ შემთხვევაში რა ხდება? ლიბერალური ეპოქა მიდის, ოცნება ამას გრძნობს, კაცო, ოცნება ამ შემთხვევით კი არ აიღო. შეიარაღებაში ეს კონსერვატიზმი და ეროვნულობა და სუვერენიტეტის დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ თავარი ლიბერალი თვითონ იყო ბოლო წლების განმავლობაში. ხო და თქვენ წარსული ლოზუნგით, წარსული წარმოდგენებით ვერ დაამარცხებთ ოცნებას. ან პრინციპში ოცნება მართლა იქნება თქვენ კონსერვატიზმი ლობიოს ჭამა ხო არ გონიათო და გიგა ავტორიტარიზმი რა. ანუ ნახე მანდ გამოწვევა დგება მთელი ყველასთვის ეს ჩვენ თქვენობით ფორმაში ახლა ველაპარაკებით მეორე ფლანგს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ თლიანად საზოგადოებას გვიდგება ძალიან დიდი პრობლემა იმ ფონზე, როცა აუცილებლად დასამარცხებელი დასავლური გავლენის ძალები ქვეყანაში რანაირად მოვახერხოთ, რომ რაღაცა ტყვეობაში არ აღმოჩნდეთ აქ ავტორიტარიზმის, რომელსაც ცდილობს აუცილებლად აშკარად ამყარებს ოცნება და იმას ერდონაცია წავიკითხავ და მე შენ გააგრძელ. და მოხერხების მანდ ერთადერთი საშუალება არის აქ თუ არ შეიქმნა ავტონომიური ქვეყნის მშენებლობაზე ორიენტირებული, სუვერენული სახელმწიფოს მხარდაჭერაზე ორიენტირებული პატრიოტული ოპოზიციური ძალები. და ეს ძალები თუ არ იქნა მაქსიმალურად მრავალრიცხოვანი და ორგანიზებული, ეს ხელისუფლება რომ ამ ხელისუფლებას რო უწონებთ აი ამ სადამსჯელ ღონისძიებს ხალხო გაიხსენეთ ოჯახური ძალადობის პრევენციის აი ეგრეთ წოდებული ლოზუნგით მიღებული კანონების საფუძველზე ოჯახები ანგრია ათასობით ოჯახიდან ხალხი აპატიმრა ათასობით ადამიანი გულაგი შექმნა ამ ადამიანებისგან ციხეებში გაუშვა რაღაც აბსურდული ბრალდებებით ვიღაცა სახში დაიყვირა მეზობელმა დარეკა და ამაზე ციხეებში უშვა ხალხი და თქვენ რა წარმოგიდგენიათ ეხლა პოლიციას რო იმის უფლებას აძლევთ 2 თვე ადამიანი ციხეში გაუშვას იმის საფუძველზე რომ არ დამემორჩილან შეურაცხყოფა მომაყენა უბრალოდ სასამართლოში თქვა პოლიციელმა ამას თქვენზე არ გამოიყენებენ შემდეგ
ჩვეულებრივ შეიძლება პატრიოტ ეროვნულ ნაწილზე, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამს. ნაცების თემა რომ ამოიწურება ადრე თუ გვიან და იწურება და იწურება ფაქტია და ეს კანონები რო დარჩება, მაგ კანონებს ვის წინააღმდეგ უბრალოდ დავამატებ ამას ერთ დეტალს და ნაცები კვდებიან ახლა. ნაცების კრიზისი დგას, აქციები კვდება, რაღაც მილია აშკარად მორალური კვდომის პროცესში არიან. ამერიკამ თქვა, რომ აღარ მაინტერესებს მაგათი დახმარება და ამერიკამ თქვა, რომ გარყვნილების პროპაგანდას მე თვითონ ვებრძვი შიგნით, რა ვიცი, ოცნებაზე მეტი კონსერვატორია. ალტინფო იბაზრა ამერიკა და ანუ ამ ფონზე, როცა თითქოს კრიზისი კვდომის პროცესშია და მინავლების პროცესშია, ამ მომენტში რო ასეთ ავტორიტარიზმის ტენდენციებს ავლენ, ეგ რა საჭიროა?